სახელმწიფო პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს მართლმადიდებელ ეკლესიას სხვა რელიგიური ჯგუფების დისკრიმინაციის ხარჯზე. ამას ასკვნის ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი. ანგარიშში რიცხვებშია ნაჩვენების უთანასწორო ფინანსური სარგებელი, რომელსაც საპატრიარქოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს. მთავრობა კი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს დაფინანსებისა და ქონების გადაცემის საკითხი კითხვების საფუძველიც კი არ უნდა გახდეს. საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის რაც დრო გადის, უფრო მეტად და მეტად ცილდება კონსტიტუციურ ფარგლებს და კონსტიტუციურ საზღვრებს. და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენს თავისუფლებაზე. ხა ჩვენ ვხედავთ, რომ განუსაზღვრელ უფლებებს აძლევს საპატრიარქოს, რომელიც არც ერთ კანონში არ დგრია და განსაკუთრებით ამ პანდემიის პერიოდში ჩვენ ვნახეთ, რომ ესე იგი რაღაც განსაკუთრებული გამოყოფილი რაღაც ორგანიზაცია შეიქმნა, რომელსაც ყველაფრის უფლება აქვს სახელმწიფოში. ამდენად ეს რაღაც უნდა შეიცვალოს. კვლევის ერთ-ერთი ინდიკატორი 2014 წელს შექმნილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო იყო. ავტორები აცხადებენ, რომ სააგენტო რელიგიის თავისუფლების დაცვას არ ემსახურება. აღნიშნულ უწყებას უნდობლობას სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებიც უცხადებენ. კვლევას დღეს ეკონომიკის მინისტრი გამოეხმაურა. ნათია თურნავას თქმით, საპატრიარქოს დაფინანსებისა და ქონების გადაცემის საკითხები გადასახედი არ არის. ჩვენი საპატრიარქო ეკლესია არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და პატივსაცემი ინსტიტუცია. ჩვენ კანონის ფარგლებში ვახორციელებთ ყველა ამ ტრანზაქციას, დახმარებას და ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე.